მოგესალმებით, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, ახლა ვიმყოფებით კისისხევში, ასევე ვიყავით თელავში. მდგომარეობა რაც სტიქიის შემდეგ თელავში დადგა, რა თქმა უნდა, არის მძიმე. ჩვენ ვიმყოფებოდით იმ დამბებთან, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა, სწორედ იმიტომ, რომ 1977 წელს მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად ძლიერად დაზარალდა თელავი, ეს ქალაქი, ამიტომ ააშენეს ეს დამბები და სწორედ ამ დამბების გაწმენდას მოითხოვდა თელაველები, იმიტომ რომ ისინი ელოდებოდნენ, რომ ეს თელავის ხევი როდესაც ადიდებოდა, განმეორდებოდა ის სურათი, რაც დაახლოებით 50 წლის წინ მოხდა. ამჯერად იქ ახლა როდესაც ვიმყოფებოდით, ნახეთ, რომ მიმდინარეობს სამუშაოები, მაგრამ ხელისუფლება არ უნდა რეაგირებდეს კრიზისებზე. ხელისუფლება უნდა ახორციელებდეს პრევენციულ ღონისძიებებს, რომელიც შემდეგ სტიქიისგან მოყენებულ ზიანს შეამცირებს და ის ზიანი, რაც სტიქიის შემდეგ დადგება ამ კონკრეტულ ქალაქში, არ იქნებოდა იმ მასშტაბის, რაც იყო. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება. დღეს ახლა ჩვენ ვიმყოფებით კისისხევში და მოვინახულეთ ციბაძეების ოჯახი, რომელიც დაახლოებით 1992 წლიდან აშენებდა და ამრავლებდა ფუტკრებს და ამ ფუტკრების ოჯახებს ქმნიდა. 12 ივნისს მოვარდნილი ადიდებული კისისხევის შედეგად ეს 40 ოჯახი ფუტკარი მათ გაუნადგურდათ და საერთოდ დაკარგეს. უმძიმესი სურათია, რადგან ეს ოჯახი მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმიანობით ირჩენდა თავს და ამ საქმიანობით არჩენდა ეს ხალხი ოჯახს. ასევე ჩვენ ვკითხეთ, თუ მიაქცია ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ადამიანებს ყურადღება და არავინ არ მოსულა. ასევე მძიმე მდგომარეობა დაიტბორა ვენახები სოფელ კურდღელაურში, წინანდალში, სადაც არა მარტო ვენახები განადგურდა, ასევე განადგურდა სავარგულები. ის მიწებიც კი აღარ ვარგა იმისთვის, რომ იქ შემდეგ ვენახი მოიყვანო ან სხვა სცენარეულობა, რომელიც ადამიანებს მოუტანს შემოსავალს, ამ ადამიანებსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას, ვიტოვებული ყავთ ეს ადამიანები და სწორედ ხელისუფლების მოვალეობა ერთადერთი რაც არის, რომ სწორედ ასეთ დროს, როდესაც სტიქია მოქალაქეებს, ამ ქვეყნისში მცხოვრებ ადამიანებს გაუნადგურებს იმ სარჩო საბადებელს, რითაც ირჩენენ თავს, მიაქციოს ყურადღება, დაუდგეს ამ ადამიანებს გვერდში და შემდეგ გააკეთოს ყველაფერი ის, რომ ეს სტიქიები, რომელიც ხშირია და კი ჩვენ როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ სტიქიები ყველგან ხდება, მაგრამ იქ აკეთებენ პრევენციულ ღონისძიებებს. წინასწარი გეგმება პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ამცირებს ზიანს, რაც მოაქვს მერე სტიქიური უბედურება. თქვენ ახლა მოყევით ერთი ოჯახის ისტორია, რომელიც დაზარალდა სტიქიის შედეგად, კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად. რამდენად მასშტაბურია პრობლემა, რომელიც სტიქიას მოჰყვა და რამდენად დიდია რაოდენობა იმ ოჯახებისა, რომლებიც ახლა დაზარალებულთა სიაში მოხვდნენ? ჩვენი ინფორმაციით, ჩვენი ადგილობრივი წარმომადგენლის ინფორმაციით და მოსახლეობასთან გასაუბრების შედეგად დაახლოებით ასეულობით ჰექტარი განადგურებულია მიწა, სადაც იყო ვენახები გაშენებული და ამ ადამიანები წარმოიდგინეთ მთელი წლის შრომა ჩადებული ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე და ეს შრომა წაიღო წყალმა და ასევე ის მიწებიც კი წაიღო წყალმა, რომელიც მდინარეების ადიდების შემდეგ მდინარე შევარდა. ეს სხვათა შორის ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ როდესაც კისისხევი ადიდდა, აქაც საუბარი იყო იმაზე, რომ აქაც უნდა გაკეთებულიყო დამბა, რადგან ეს არ იყო ადრეც მომხდარა და ადრეც ადიდებულა კისისხევი და როდესაც წელს ადიდდა 12 ივნისს უხმინალექის შედეგად დაახლოებით 400 მეტრით შეიცვალა მდინარე კალაპოტი და წარმოიდგინეთ 400 მეტრით შეიცვალა და გაანადგურა მთლიანად ის ტერიტორიები, სადაც ეს მდინარე გადიოდა. აი ეს არის უბედურება, რომ წინასწარ არ ხდება პრევენცია. ადამიანები საუბრობდნენ ამაზე, რომ კისისხევსაც ესაჭიროებოდა დამბები. თელავი დღეს გადაარჩინა იმან, რომ იქ არსებობდა სამი დამბა, რომელიც დაახლოებით 50 წლის წინ აშენდა და 2015 წლის შემდეგ არ გაწმენდილა და ამ საკითხზე ჩვენ წარმომადგენლებს ლევან ბერძენაშვილს სწორედ თელავის საკრებულოზე ჰქონდა დასმული საკითხი და ისინი ამბობდნენ, რომ არ ესაჭიროებოდა გაწმენდას, მაგრამ ჩვენ როდესაც ავედით ახლა სადაც მიმდინარეობდა სამუშაოები, იქ არ ეთყობოდა არაფერს გაწმენდილი, როგორც ამბობენ, ჩვენო გავწმინდათ ეს 2022 წელსო, მაგრამ ზედაპირულად იყო სამუშაოები ჩატარებული და არ იყო საკმარისი იმისთვის. ან ჩვენ საუბრობთ უხარისხო სამუშაოებით გამოწვეულ პრობლემაზე რეალურად და არა სტიქიის შედეგებზე. ხშირ შემთხვევაში ეს არის უხარისხო, ხშირ შემთხვევაში საერთოდ დავიწყებული და არ გაკეთებული სამუშაოები, რომელიც ესაჭიროება აქ ცხოვრებ ადამიანებს. თუმცა რეგიონს აქვს კონკრეტული ბიუჯეტი, რომელიც ამისთვის უნდა იხარჯებოდეს. რა ხდება ამ შემთხვევაში? თუ კი არც არავინ აქცევს ყურადღებას, არც არავინ წმენს, ანუ თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ბრალდებები არის პოპულისტური და რომ ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება რეგიონებსაც და ქალაქებშიც. თუ რასტობა მოსახლეობა? ყველა საჭირო
ყველა საჭირო ნაბიჯი იდგმება, მაშინ გამოვიდნენ ქუჩაში და მოსახლეობას კითხონ აზრი, რას ფიქრობენ ისინი მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და როგორ აფასებენ აქ ცხოვრები ადამიანები ქართული ოცნების პოლიტიკას და მმართველობას. ყველა ადამიანი ჩვენ ვისაც ხვდებით არის კრიტიკული. გუშინ ვიყავით სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ერის იმედია ესეთი სოფელი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. ჩვენ მე დაახლოებით ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე მეორედ ვიყავი, რადგან ჩვენ არ გვინდა რომ ამ რეგიონებში შეძლოს კონდეს ერთჯერადი სახე, რადგან ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ოპოზიცია ჩვენ კონკრეტულად დღეს ახლა ვიმყოფებით მე ფიქრია ჩიხრაძე, ირაკლი კუპრაძე თელავში, მათთან ჩავდივართ არა იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დავიწყოთ, არა იმიტომ რომ მათი პრობლემები გავაჟღეროთ და შემდეგ ხელისუფლება იძულებული გავხადოთ რომ რეაგირება მოახდინოს. კისის რაც შეეხება ერისიმედზე აქ ჩვენმა წარმომადგენლებმა გოჩა ხოველიშვილმა სიღნაღის საკრებულოს წევრმა ხელმოწერები მოაგროვა იმისთვის რომ იქ არსებული პრობლემები გადაჭრილიყო და ამის შემდეგ რა ტიპის პრობლემებზე ვსაუბრობთ ბატონო? კონკრეტულად ერის იმედში იტბორება ყოველი წვიმის დროს სახლები. ასევე ამ უხვინალექის დროს დაიტბორა მთლიანად ის სავარგულები რაც ამ ადამიანებს იქ გააჩნდათ. ასევე დიდდება მდინარე ბელაქან-ჩაი და მიაქვს სავალი გზის ნაწილი და ეს პრობლემა რომელიც აწუხებს ასევე აზერბაიჯანის მხარეს იქ გვარდება იქ ყოველწლიურად მაგრდება ჯებირები და ის არ არსებობს დამცავი ჯებირები, არ არსებობს სისტემა რომელიც ამ წყალს გაატარებს. რეგიონებშიც იგივე პრობლემა დგას? რეგიონებშიც იგივე პრობლემა დგას. გუშინ ვიხილეთ მაგალითად თბილისში რა სიტუაცია და რა მდგომარეობა იყო, ხო? აი გუდვილთან დიდი ღომში მე იქ ცხოვრობდა ვიცი. ვენეცია ხდება ჩვეულებრივად დიდი ღომი, როდესაც წვიმა მოდის დედაქალაქში და ამის შემდეგ უკვე რა როგორ გამოდის კახიკალაძე და საუბრობს იმაზე რომ თურმე ყველაფერს აკონტროლებს და იდეალურად მართავს ქალაქს, ამას ვხედავთ, იმიტომ რომ თბილისში როდესაც წვიმს ფაქტიურად პარალიზებული ხდება ქალაქი. იგივე მდგომარეობა მუნიციპალიტეტებში, რაიონებში, რადგან სავარაუდო ნიშნები ხომ კორუფციის ყველგან იკვეთება. ქართული ოცნებასაც და ამ ხელისუფლებას რეგიონებში ყავს ისეთი წარმომადგენლები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფიქრობენ საკუთარი კეთილდღეობაზე, არ ფიქრობენ ადამიანების გასაჭირზე, მათი პრობლემების მოგვარებაზე. ერის იმედი, რომელიც საზღვრისპირა სოფელია და ჩვენი როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ იქ ცხოვრები ადამიანები გავამაგროთ, რადგან ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, რომ საზღვრისპირა სოფელი არ დაიცალოს და ჩვენი საზღვარი დავიცვათ. ამ ადამიანებს პირველ რიგში ესაჭიროება დახმარება ჩვენი. იქ უამრავი პრობლემაა, სკოლები და ბაღის შენობა ამ სოფელში დატბორილია და იქ ფაქტიურად შეუძლებელია სწავლება და ამიტომ დღეს უკვე სწავლება მიმდინარეობს კერძო სახლში, რომელიც ნაქირავებია. დაახლოებით რამოდენიმე წლის წინ ამ სოფელში, როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, სწავლობდა 100 ბავშვი. და იმ გაუსაძლისი პირობების გამო, რაც ამ სოფელში შეიქმნა ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის გამო, ამ სოფელში ბავშვების რაოდენობა დაახლოებით უკვე 50-40 ბავშვია. აი ესეთ სურათს ვიღებთ და მე ჩვენ როცა საუბრობთ იმაზე, რომ სოფლები იცლება, სახლები იკეტება, ეს პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება მათ მიმართ არ იჩენს ყურადღებას და მანამ სანამ ეს ადამიანები არ ატეხენ ხმაურს, მანამ სანამ ჩვენ ოპოზიცია ამ ადამიანებს არ დავეხმარებით იმაში, რომ საკუთარი პრობლემები წინ წამოჭრან და ამ პრობლემებზე ისაუბრონ, მანამდე ისინი ყურს არ იბერტყავენ, არ აინტერესებთ ამ ადამიანების პრობლემები, მხოლოდ და მხოლოდ აკითხავენ არჩევნების წინ, იმიტომ რომ მათი ხმები ესაჭიროებათ, რათა დარჩნენ ისევ ხელისუფლებაში და განაგრძელონ ხალხის ფულის მოპარვა და მათი კეთილდღეობის და მათი კომფორტისთვის ზრუნვა. ასევე ერთი მნიშვნელოვანი ამბავია, როდესაც მსგავს საკითხებს ვაყენებთ ჩვენი საკრებულოს წარმომადგენლები საკრებულოში, რომელიც პირდაპირ ესაჭიროება პირდაპირ მიმართულია იმის, რომ იქ ცხოვრები ადამიანების პრობლემები გადაიჭრას, ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს. მათი მიზანი მხოლოდ არის ის, რომ ახალი ავტოპარკი ჰქონდეთ და განაახლონ ყოველწლიურად, რათა მეტ კომფორტში იყვნენ და ეს მეტი კომფორტი რა თქმა უნდა, ამათ ვინ აფინანსებს, ხალხი ქირაობს მათ იმისთვის, რომ მათ სამსახურში იდგნენ. მაგრამ პირიქით არის, ეს ამ ადამიანები ერთადერთი საზრუნავია, რომ რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ ხელისუფლებაში, საკუთარი კეთილდღეობა უფრო გაზარდონ, მათი ოჯახები კარგად იყვნენ, ხოლო ის ადამიანები, ვინ სოფლებში ცხოვრობენ, რაიონებში ცხოვრობენ, უყურადღებოდ ყავდეთ დატოვებული. ეს არის ამათი საქმიანობა, ასევე უამრავი პრობლემა პროექტებთან დაკავშირებით. საუბრობთ დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ამ შემთხვევაში და უმნიშვნელოვანეზე, როდესაც განათლების რეფორმას იწყებენ სასკოლო ფორმებით, სკოლები და ბაღები აღარ არსებობს რაიონებში და სოფლებში. და აი ესე უკუღმა იწყებენ ყველაფერს, ესე იგი ჯერ აგვარებენ სასკოლო ფორმებს და ისიც ამ მშობლებს აწვება და მშობლების გადასახდელი უნდა იყოს და ამ დროს რაიონებში, სოფლებში საბავშვო ბაღები ინგრევა და აღარ შენდება, იგივე ეხება სკოლებს. ათო, გარდა იმისა, რომ თქვენ თქვით, რომ ჩვენ ვესაუბრებით და ვხვდებით სისტემატურად მოქალაქეებს იმისთვის, რომ გავაგებინოთ მათი ხმა ხელისუფლებას და ვაიძულოთ რაიმე ტიპის რეაგირება ჰქონდეს მათ პრობლემების მოგვარებაზეო. თუმცა, გარდა ამისა,
როცა თქვენი ინტენსიური გასვლები რეგიონებში აჩენს განცდას და შთაბეჭდილებას, რომ ერთგვარი საარჩევნო წინა პერიოდი გაქვთ უფრო ახლო კონტაქტი მოქალაქეებთან. ჩნდება კითხვა, როდესაც თქვენ ისმენთ მათ პრობლემებს, რა არის საპირწონე შეთავაზება ხელისუფლების ცვლილებისთვის თქვენი პარტიის მხრიდან? და საპირწონე შეთავაზების დასაბუთება როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას, რას ეუბნებით ხალხს, რომელსაც ხვდებით? დღეს საქართველოში უმრავლესობა, დიდი უმრავლესობა უკმაყოფილოა ქართული ოცნების მმართველობით. ჩვენი მიზანია, რომ ეს პრობლემები გადაჭრასთან ერთად ამ ადამიანებს უთხრათ, რომ გამოსავალი მათ ხელშია, არჩევნების დღეს ეს ადამიანები უნდა მივიდნენ არჩევნებზე და უარი უნდა უთხრან ქართული ოცნების მმართველობას და იმ შემთხვევაში, როდესაც დიდი უმრავლესობა გადაწყვიტავს ამას, ქართული ოცნება დამარცხდება და წავა პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს იქნება გარდაუვალი, რადგან ჩვენ როდესაც დავდივართ რეგიონებში და ამას დინამიკაში ვხედავთ, უკმაყოფილება მხოლოდ იზრდება ქართული ოცნების მმართველობასთან დაკავშირებით. ადამიანებს რომ გაიზარდოს კმაყოფილება ოპოზიციის მისამართით, რას თავაზობს კონკრეტულად თქვენი ძალა ამ ხალხს? ჩვენ პირველ რიგში ვთავაზობთ იმას, რომ ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ამ ადამიანებთან. ვეხმარებით ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ხელისუფლებას იძულებულს ხვდით მათთან ერთად, რომ იმ პრობლემებზე რეაგირება მოახდინოს, რომელიც ამ ადამიანებს აწუხებს და კონკრეტული იდეები და ხედვები, რომელიც ჩვენ გვაგვაჩნია. ჩვენ ვეუბნებით ერთ რამეს, რომ ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში იქნება პროდასავლური ოპოზიცია და არა ქართული ოცნება, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ამ ქვეყანაში აჩენდება ანაკლიის ღმარწლოვანი პორტი, რომელიც უმნიშვნელოვანესია, არა გარდა იმისა, რომ ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესია, ასე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რომელიც შექმნის უამრავ სამუშაო ადგილს, რომელიც ამ ქვეყანაში შემოიტანს ასეულობით მილიონ ინვესტიციას და ეს გააძლიერებს აქ ამ ადამიანებს. ჩვენ ვეუბნებით იმას, რომ სოფელი უნდა იყოს ძლიერი და ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც 2012 წელს ქართული ოცნება აქ ცხოვრებ ადამიანებს, სოფელში მცხოვრებ ადამიანებს პირდებოდა, რომ თითო მილიონი ექნებოდა თითო სოფელს. ეს დაპირება ხო ფუჭი აღმოჩნდა, უამრავი დაპირება, რომელმაც ქართულმა ოცნებამ გაცადა 99% ესეთი შეუსრულებელი დაპირება აქვს. ჩვენ პირდებით, რომ იმ ადამიანს კონკრეტულ დაპირებას, როდესაც გავცემთ, იმას აუცილებლად შევასრულებთ. ჩვენ ასევე ვიქნებით ყოველთვის მათ გვერდით. ამ ქვეყანაში არ იქნება კორუფცია, რომელიც ჭამს მათ ფულს, ჭამს მათ ცხოვრებას. მადლობა ოთო ფარულავა, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წევრი იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ ახლა რეკლამაზე უნდა